ლაშა უჩავა ენდოკრინოლოგი შემოგვიერთდა პირდაპირ ეთერში ჩართვით. საღამოშვიდობისა, დიდი მადლობა მონაწილეობისთვის. თქვენ რას გეუბნებათ ეს ნივთიერება, რამდენად საშიშია ის ადამიანების ჯანმრთელობისთვის, არა მხოლოდ იმ ნაწილში, რომ რამდენიმე კვირა გრძელდებოდა ეს ჩივილები, არამედ ქრონიკული ხასიათის რისკები ახლავს თუ არა ამასთან? მოგესალმებით, ვახონინო. ნამდვილად სიახლე არ იყო პრინციპში დღევანდელი BBC-ს რეპორტაჟი, იმიტომ რომ ჩვენ შარშან უკვე 2024 წლის ნოემბრიდან, მაშინ როდესაც მშვიდობიანი აქციის დარბევა დაიწყეს, აღნიშნული მომწავლელი ნივთიერებით, მაშინვე გამოვთქვით ჩვენ ექიმებმა მოსაზრება, რომ ეს არ იყო ის ხელმსადენი გაზი, რომელიც დაშვებული არის რეალურად მასიურად გამოყენებისთვის და აქ იყო უკვე რაღაცა გარკვეული ტოქსინებით გაჯერებული ნივთიერება, რომელიც იწვევდა ინტოქსიკაციას და რომელსაც შეიძლება ქონოდა რაღაცა ხანგრძლივი შემდგომი უკვე ეფექტები ჯანმრთელობაზე, ვინაიდან ნამდვილად ხანგრძლივად ხდებოდა ადამიანებში შემდგომში უკვე ჩივილების არსებობა. მეცაც დავამატებ, მე პირადად გამოვცადე აღნიშნული და ერთ-ერთ ტელევიზიაში ინტერვიუს დროს 3 თვე იყო გასული დაახლოებით, ეს იყო თებერვალი ან მარტი, ზუსტად არ მახსოვს. ცხვირიდან სისხლიც კი წამომივიდა და ეს პერმანენტულად ხდებოდა ყოველდღიურად, სწორედ იმ ინტოქსიკაციის შემდგომ, რაც დეკემბერში დავემართ. ამიტომ მას ნამდვილად აქვს ხანგრძლივი ეფექტები შემდგომში. ჩვენ დაზუსტებით რამაც შეიძლება დატოვოს გამოუსწორებელი კვალით, აი ჩვენ ვლაპარაკობთ ახლა ვეყნობით სტატიას, სადაც ლაპარაკია და გამოძიებაზე დაყნობაც არ ჭირდება, იმიტომ რომ მართლა ჩვენს თავზე გადავიტანეთ ეს თვალების წვა, ქოშინი, ხველა, ხებინება, ეს მართლაც დიდხანს გრძელდებოდა, მაგრამ შეიძლება თუ არა ქრონიკული ხასიათი მიიღოს ამ ყველაფერმა, შეიძლება თუ არა რომ დღესაც ახდენდეს ჩვენზე გავლენას ისე რომ არ ვიცოდეთ ჩვენ რეალურად ვერ ამოგვეხსნა თუ რასთან მქონდა საქმე. სამწუხარო ფაქტი არის, რომ იმ პერიოდის შემდგომ, ჯერ ერთი რომ სტრესში გვიწევს ისედაც ცხოვრება და გარკვეული სიმპტომატიკა ამანაც შეიძლება გამოიწვიოს, ხო, იმის შემდგომ ფაქტიურად მუდმივად სტრესში ვცხოვრობთ ჩვენ, ამიტომ ცოტათი რთული არის შემდგომში უკვე გარკვევა, ეს არის ნარჩენი აი ამ ინტოქსიკაციის, თქვათ, რაც ჩვენ ამ ეტაპისთვის გვჭირს, ეს შეიძლება იყოს თავის ტკივილი, სპაზმები თუ ასე შემდეგ, მით უმეტეს ეხლა ბოლო დღეების განმავლობაში თქვენ ძალიან კარგად გესმით, რამდენად მაღალი არის დაბინძურება ჰაერის და შესაბამისად ამასთანაც არის ეს ყველაფერი დაკავშირებული. ვიცით, რომ ეს მიკრონაწილაკებით გაჯერებული არის, არა მხოლოდ უდაბნოს, როგორც გარემო დაცვის სამსახური ამბობს, არამედ სამშენებლო მასალებით არის დაბინძურებული მთელი ქალაქი და შესაბამისად ესეც იწვევს გარკვეულ ზეგავლენას ჩვენს ზედა სასუთ გზებზე. თუმცა რა თქმა უნდა, იმ პერიოდიდან მოყოლებული ის ადამიანები, ვისაც ქრონიკული დაავადების მატარებლები არიან, ეს შეიძლება იყოს ალერგიის მქონე, ალერგიული რეაქციების მქონე მატარებელი ადამიანები, ან ბრონქული ასთმის მქონე ადამიანები, რა თქმა უნდა, მათთვის ეს პერმანენტულად ხდებოდა და მათ უჭირდათ და ჰქონდათ გარკვეული ჩივილები. სხვათა შორის მომართვიანობაც ექიმებთან იმ პერიოდისთვის ძალიან მაღალი იყო და გარკვეული მონაცემები ქართველ ექიმებსაც აქვს ამასთან დაკავშირებით, თუ რამდენხანს გრძელდებოდა. ეს ძალიან საინტერესოა, ბატონლაშა, აი აქვე მინდა დაგისვათ შეკითხვა და მაყურებლისთვისაც მინდა გავიმეორო, რომ BBC ეყრდნობა ქიმიური იარაღის ექსპერტებს და აქ როდესაც ასეთ ინფორმაციას აძლევს დასკვნის სახით ქიმიური იარაღის ექსპერტი, ის ბუნებრივია, დარწმუნებული უნდა იყოს ამაში, ან მაღალი ვარაუდი მაინც უნდა ჰქონდეს, ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. ასევე საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებს, ესე იგი არსებობს რაღაც ინფორმაცია, რომელიც ასევე BBC-მ მოიპოვა და ექიმებს. და აი აქ არის სწორედ ნახსენები, რომ აღმოაჩინეს, რომ მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა კამიტი უწოდეს. პირველი მსოფლიო ომის პერიოდზეა ლაპარაკი.
რა უნდა გაკეთებულიყო თქვენი აზრით თავიდან, იყო თუ არა შესაძლებელი, რომ გასაგებია რომ ეს სახელმწიფო არ გააკეთა, იმიტომ რომ მის სავარაუდო დანაშაულს არ გამოიძიებდა, მაგრამ დამოუკიდებლად იყო თუ არა შესაძლებელი საწყის ეტაპზევე მოგვეპოვებინა ისეთი სამედიცინო მტკიცებულებები, რაც ამ ყველაფერს დაადასტურებდა და საერთაშორისო გამოძიების საფუძველი გახდებოდა. რა თქმა უნდა, ამის საფუძველი იყო ჩვენ ძალიან ბევრჯერ გავაკეთეთ სამედიცინო საზოგადოებამ ამასთან დაკავშირებით განცხადება, ჰქონდა პეტიციაც, მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროსაც, მივმართეთ მაშინ დაავადებათა კონტროლსაც, რომელსაც ძალიან ბევრი უნდა ემუშავა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ არანაირი, ესე ვთქვათ, დოკუმენტაცია მათგან არ მეგვეღია და მაშინვე ჩნდებოდა უკვე ეჭვი, რომ თუ არ იყო რაიმე აკრძალული ნივთიერება ტოქსინი გამოყენებული მაშინ რატომ არ ამხელდნენ ისინი იმ კონკრეტულ ნივთიერებებს რომელსაც იყენებდნენ იმ პერიოდისთვის და მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაგვცვა კიდეც პასუხი რომ ეს იყო გრიფით საიდუმლო და ჩვენამდე ეს ინფორმაცია ვერ მოვიდოდა ჩვენ მაშინ შევეცადეთ დამოუკიდებლად ვქონოდა რაღაცა გარკვეული შანსები ამასთან დაკავშირებით თუმცა თვითონ აღნიშნული ნივთიერება ჰაერში ესე ვთქვათ ძალიან მცირეოდენობით რჩება უმეტესად მისი მოპოვება ესე ვთქვათ ნიადაგში არის შესაძლებელი თუმცა შესაძლებელი არის იქაც გარკვეული პერიოდის შემდგომ უკვე აღმოჩენა გაჭირდეს და ამიტომ საქართველოში იმ პერიოდისთვის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ცოტათი რთული იქნებოდა ლაბორატორიული ტესტების ჩატარება თუმცა ჩვენ მქონდა გარკვეული მოსაზრება იმასთან დაკავშირებითაც რომ ის ჭურვები რომელიც იყო გამოყენებული იმ პერიოდისთვის, თუნდაც იქედან მოხდალიყო გარკვეული ესე ვთქვათ მასალის აღება, მაგრამ ამის შესაძლებლობაც რაღაცნაირად არ მოგვეცა. ჩვენ ვცდილობდით ნამდვილად სამედიცინო ჩვენ ესე იგი ამ წუთისთვის გვაქვს ვცდილობდით ნამდვილად სამედიცინო საზოგადოება. უჩა, აი ახლა იმის გამო რომ ძალიან ბევრი ადამიანი არის ძალიან შეშფოთებული, ყველა ვინც ერთხელ მაინც ყოფილა აი ამ დარბევებში და უკაცრავად ლაშა დიახ შემეშალა სახელი ბოდიშს გიხდით არა უშავს ხო აქ მინდა ვიკითხო ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობდა ამ აქციებში 100,000-ობით ადამიანი ალბათ ჯამში ხომ როდესაც ჩვენ საუბრობთ აი ამ გახანგრძლივებულ პერიოდზე როდესაც ყველაზე გამეტებით არბევდა საზოგადოებას მოქმედი რეჟიმი არის თუ არა მათთვის ახლა რაიმე რჩევა მისაცემი ექიმების მხრიდან ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ მთელი დღეა ჩვენს მედიები ვიღებთ რიგითი მოქალაქეების კითხვებს აი რა უნდა გავისინჯოთ რა ანალიზები უნდა გავიკეთოთ თუ კი მაქვს ისევ რაც თქვენ აღნიშნეთ ცხვირიდან სისხლდენა თუ იქნება ეს სუნთქვის გაძლელება პერიოდულად გულყრები გულის წასვლა ხშირი წნევის ვარდნა და ასე შემდეგ ადამიანები ახლა მართლაც რაც თქვენ ბრძანეთ შესაძლოა ყველა სიმპტომს უკავშირებდნენ იმას, რაც ერთი წლის წინ მოხდა, თუმცა მათი დიდი ნაწილი სწორედ ათვლის წერტილად ამ სიმპტომების გაჩენის აფიქსირებს მაშინდელ დარბევების პერიოდს, ხო? აი რა შეიძლება რჩევა მისცეთ მათ თქვენ როგორც ექიმმა ახლა? პირველ ეტაპისთვის ჩვენ მაშინვე ვქონდა გამოცხადებული სამედიცინო საზოგადოებას და მომართვა შეეძლოთ უფასოდ მაშინვე პაციენტებს ჩვენ და ქალბატონ მაიას კლინიკაში ძალიან ბევრი ესე ვთქვათ გაცვლა მოხდა პაციენტების იმ თვალსაზრისით სად რომელი სპეციალისტის საჭიროება იყო აუცილებელი დღეს რაც შეგვიძლია ჩვენ ვთქვათ თუ იქედან მოყოლებული რაიმე ტიპის ესე ვთქვათ ჩივილები ისე რჩება ადამიანებს რა თქმა უნდა მათ შეუძლიათ მოგმართონ ჩვენ მზად ვართ დახმარებისთვის დღესაც და მათი ანამნეზის შეკრების ფონზე ჩვენ შევეცდებით რომ გადავამისამართოთ და გაუწიოთ დახმარება იმ სპეციალისტებთან რომლის საჭიროებაც იმ ეტაპისთვის იქნება განსაკუთრებით ეს ეხება იმ ადამიანებს სადაც არის ზედა სასუნთქი გზების პრობლემა გარკვეულწილად ანუ ეს ბრონქული ასთმა ან რაიმე მსგავსი
მსგავსი ტიპის ალერგიული რეაქციები და პლუს ამას რა თქმა უნდა გულსიცოცხლეთა სისტემის დაავადებები, იმიტომ რომ ქალბატონმა მაიამაც აღნიშნა, რომ ისე მალე მოხდა აღნიშნული ნივთიერების, ანუ კამეტის ამ შემთხვევაში აკრძალვა იქედან გამომდინარე, რომ არაკონტროლირებადი იყო მისი გამოყენება, არადოზირებადი იყო და არა მართვადი იყო, რომ მისი შესწავლა შემდგომ შორეული, ესე ვთქვათ, გართულებების პერსპექტივის თვალსაზრისით ვერ მოხდა იმ პერიოდისთვის. ის არის ერთ-ერთი სამხედრო ქიმიური პრეპარატად მოიხსენიება დღესდღეობით, რომელიც აკრძალული არის. და თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს მაშინდელმა ხელისუფლებამ შეისყიდა, მისი შესყიდვაც კი დანაშაული არის, იმიტომ რომ ის არ გამოიყენება მასიური დარბევებისთვის, არ გამოიყენება სამხედრო ბრძოლებისთვის დღესდღეობით და მაშინ ნამდვილად არის საეჭვო ის მოსაზრება, რომ იყოს სადღაც დაკონსერვებული აღნიშნული ნივთიერება და ეს შეიძლება ყოფილიყო ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რუსეთი, საიდანაც ეხლანდელმა რეჟიმმა მიიღო აღნიშნული ტოქსინი და გამოიყენა უკვე ხალხის წინააღმდეგ. ესე იგი, აი აქ მე რაც ვიკითხე, მის დამაზუსტებელი კითხვა მაქვს, ანუ ორგანიზმში ეს ახლა ვერ მოიძებნება, ხომ? რაღაცა ტიპის ანალიზებით ეს კამიტი არ არის მძიმე მეტალივით ესე იგი ნივთიერება, რომელიც შეიძლება სადღაც იყოს და გამოჩნდეს და ამან ესეთი გახანგრძლივებული მოწამვლა გამოიწვევს და გამოიწვევს. აი მოქმედებდეს გახანგრძლივებულად, ეს ასე არ არის. დიახ. არა, სამწუხაროდ ის ხანგრძლივად არ რჩება, ის ნივთიერება თვითონ ორგანიზმში დაახლოებით 2-4 საათისგან საბედნიეროდაც, თუმცა შესაძლებელი არის რიგ შემთხვევებში გამოიწვიოს ისეთი დაზიანება, რომლის დაზიანებაც უკვე შექცევადი არის და მუდმივად შეიძლება პროგრესირებდეს მე ორგანიზმში. ამიტომ მისი ერთხელ მოხვედრა შეიძლება ხო, სიმპტომებს უნდა მიექცეს და მისკურნალობას და არ იმიზიებას ახლა დარჩენილი თუ არა ორგანიზმში რამე, რომელიც არის თქვა გამოსადევნი რაღაც ჩარევებით. უბრალოდ ვერ იქნება დალექილი, იმიტომ რომ 2-4 საათის განმავლობაში მისი რაოდენობა სისხლში უკვე აღარ არის. მადლობა ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას, რომელიც პასუხობდა ჩვენს შეკითხვებს.